Vasa Janikashvilis piesis teatralizებული ვერსია გონების თამაშები ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრის დასი წარმოადგენს. სიძულვილის ენა, სოციალურ ქსელში ქცევა, გაუცხოება სპექტაკლში ნაჩვენები პრობლემები და თემები, რომლებიც ჩვენი თანამედროვეობისთვის და დღევანდელი რეალობისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. საპრემიერო სამზადისი დასასრულს უახლოვდება. გონების თამაშები მარჯანიშვილის თეატრის 98 სეზონის ბოლო პრემიერა. სპექტაკლს ადამიანების ურთიერთგამომრიცხავ ქცევაზე რეალურ და ვირტუალურ სამყაროში მაყურებელი 9 ივლისს ნახავს. სცენები ყოველდღიური ცხოვრებიდან, პრობლემა, დილემა და აქტუალური საკითხების სცენაზე გადადის. ამბავი იმაზე, თუ როგორ ვიქცევით ადამიანების სოციალურ ქსელში თუ მის მიღმა, რეალურ ცხოვრებაში, პირადი ურთიერთობებისას თუ ზურგს უკან. ერთ წარმოდგენაში ერთიანდება და მაყურებელთან წარსადგენად მზადდება. ვასა ჯანიკაშვილის პიესაზე რეჟისორი დავით ჭახრაკია მუშაობს. პიესა არის მალხაზ კუმსალიაძე მწერალზე, რომელიც თავის პერსონაჟებში იკარგება. თავის პერსონაჟები უბუნტდებიან და ზღვარი გადის იმაში მთავარი პერსონაჟის, რომ არ გაგიჟდეს ბოლომდე. ახალი პიესა, სცენაზე პირველად ვითამაშებთ ამ პიესას ჩვენ მარჯანიშვილის თეატრში. გადავწყვიტეთ, რომ იყოს კომედია და კომედიით გვინდა გადმოვცეთ ადამიანებს რაღაც ის პრობლემებზე ვესაუბროთ უბრალოდ. რაც დღეს ყველაზე აქტუალურია და ყველაზე ძალიან გვაწუხებს. რაღაც ზუგს უკან ქილიკი, პირში სიცილი მერე და ასე შემდეგ. გაჩერე, არა, სიყვარული არ არის შეხედე. ინქრევა სამყარო. რა ხდება მაშინ, როდესაც დრამატურგის მიერ წარმოსახვით შექმნილი გმირები ცოცხლდებიან და დამოუკიდებლად აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღების უნარს იძენენ. სად გადის ზღვარი რეალურ და წარმოსახვით სამყაროს შორის და როგორია არჩევანი? გონების თამაშები სწორედ ამ ძირითად თემებზე მოგვითხრობს. მე არ ვარ არაფერი, შემიგონი შემკავეთ. გეკითხები, შენ ხო არ გონი არ ვარ ეს ყველაფერი მართლა შენი დაწერილია? ქართული დრამატურგი ქართული ნამუშევარია პიესა და ჩვენ პრობლემებთან უფრო ახლოს არის. უფრო ადვილად გადმოსატანია, ადვილად გასააზრებელია, გულში გასატანია და უფრო დიდი პასუხისგებლობაც არის, რომ ეს ყველაფერი იმდენად გულწრფელად მივიტანოთ მაყურებლამდე, რომ რაღაც შედეგი გამოიწვიოს იმ საწუხარმა, იმ ტკივილმა, რაც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია. დიდი ხანია უკვე ვმუშაობთ ამ პიესაზე. თემები ხო რამდენადაც ახლოა, იმდენად ალბათ ბევრჯერ უნდა ნახოს მაყურებელმა, მერე პიესა წაიკითხოს, რომ ბოლომდე ჩაწვდეს. ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე მაგალითად დიდი ხანი დამჭირდა გაცნობიერებაში. ძალიან ბევრი ქვეტექსტი აქვს და ჩემთვის დღეს ყველაზე რთული სამუშაო პროცესი იყო და ყველაზე საინტერესო ამ პიესაზე. მგონია რომ ძალიან საინტერესო გამოვა, იმიტომ რომ ერთი რომ ავტორიც და პიესა ძალიან საინტერესოა, ბასას გულისხმობ ჯანიკაშვილს, ასევე ახალგაზრდა რეჟისორი ბატონი დავითი, რომელიც ძალიან საინტერესო რეჟისორია და ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება მისი დებიუტი თეატრში. გუნდიც ძალიან კარგია მსახიობების და რა ვიცი, დანარჩენი უკვე იმედია იმას მივიტანთ მაყურებლამდე, რაზეც ვშრომობთ ამდენი ხანია. გონების თამაშები სპექტაკლი ორმოქმედებად მარჯანიშვილის თეატრის 98 სეზონის ბოლო პრემიერაა და მასში მარჯანიშვილის თეატრის დასთან ერთად მოწვეული მსახიობები მონაწილეობენ. სპექტაკლის ქორეოგრაფი გია მარღანიაა. მუსიკა კი კატო კვარაცხელიამ შექმნა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ესეთი პიესები იმდენად ხშირად არ იდგმება. აბსურდია, თან უნდა იყოს ყველაფერი გასაგები მაყურებლისთვის. ჩვენ ვეცადეთ, რომ შეგვეტანა იუმორი და ეს გამოგვეხატა პლასტიკაში. და თან ჩემთვის იყო საინტერესო ის, რომ ეს ხდება ყველაფერი თეატრში. დამატებითი ასე ვთქვათ мотивация იყო ჩემთვის, რომ ჩვეულებრივ თეატრში სხვა პლასტიკა ჰქონდათ მსახიობებს და როცა იყვნენ იმ თეატრში სხვა პლასტიკა. შენ მართლა რეჟისორად დაბადებული ხო არ გონი ვარ გია ვარ სალაძე ბიჭო?
გონების თამაშების პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 9 ივლისს გაიმართება.